დღევანდელი კონფერენცია, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა და კერძოდ ჯანდაცვის მიმართულება ატარებს, არის ნაწილი საქართველოში ჯანდაცვის მიმართულებით პირველი დასაქმების კვირეულისა, რომელშიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ადგილობრივი უნივერსიტეტები და რაც მთავარია, დამსაქმებლები მონაწილეობენ. კვირეულის დასკვნითი ნაწილი მიეძღვნა დასაქმების ფორუმს, სადაც კლინიკები, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს, შემდგარ პროფესიონალებს და გააცნეს მათ თავისი ვაკანსიები, შესთავაზეს სტაჟირების შესაძლებლობები. იმედი გვაქვს, რომ მათ ერთმანეთი იპოვეს და ფორუმი წარმატებით დასრულდა. მოხარული ვართ მონაწილეობა მივიღოთ პროექტში განათლება უკეთესი დასაქმებისთვის, რომელსაც ახორციელებს და კოორდინაციას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფონდი კურაციო. პროექტი, რომლის მიზანი არის კონსტრუქციული დიალოგის წარმოება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მოქმედი ყველა აქტორის. სამედიცინო მომსახურების პროვაიდერის, სტუდენტსა და კურსდამთავრებულის და უნივერსიტეტსა და სხვა საგამართლებლო თუ კვლევით დაწესებულებებს შორის. ჩვენთვის როგორც დამსაქმებლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა, ვინაიდან ეს შესაძლებლობას გვაძლევს მოვიზიდოთ ახალგაზრდა მოტივირებული ტალანტები და ერთობლივად მათი ცოდნისა და ჩვენი გამოცდილების კომბინაციით წვლილი შევიტანოთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. სამეცნიერო ბაზარზე ხშირად არ იმართება ამ ტიპის დასაქმების ფორუმები, რომელიც სწორედ სპეციფიური ჯანდაცვის სექტორისთვის არის განკუთვნილი. დღევანდელი დასაქმების ფორუმით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე მე პირადად. ვნახე თუ რა მომზადების, რა პროფესიული უნარჩვევების ახალგაზრდები მოდიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ გავეცნობით ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის პროფესიონალების მოსაზრებებს, შერჩევის მიმართულებით და არა მარტო. ასევე ჩვენ მინდა აღვნიშნო, რომ წარმოვადგენთ ჰოსპიტალურ ქსელს და შესაბამისად ჩვენთვის კვალიფიციური კადრების და კანდიდატების მოძიება ამა თუ იმ პოზიციაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენი კლინიკა არის მუშაობს პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენ სფეროში ის, რომ მოვიწიოთ კვალიფიციური კანდიდატები. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდეს რაღაცნაირად სინერგია სასწავლო დაწესებულებებს, უნივერსიტეტებს, კადრებს და ორგანიზაციებს შორის და ძალიან მიხარია, რომ შედგა ეს თანამშრომლობა უკვე. დღევანდელი შეხვედრა ტრანსფორმაციული გამოგვივიდა. მონაწილეები გაეცნენ არა მხოლოდ რობერტ დილზის პირამიდის კონცეფციას, არამედ აღმოაჩინეს მისი ღრმა პრაქტიკული დანიშნულება ყოველდღიურობაში, მათ სამედიცინო სფეროში. ასევე მნიშვნელოვანი არის ის რეფლექსიები, რომლებიც გააზიარეს პროცესის დროს და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რამდენად მნიშვნელოვანი არის მათი იდენტობა და მისია ყოველდღიურ პრაქტიკაში. When using artificial intelligence tools, there's one rule that I always say that you need in order to make sure you're using those tools responsibly. You need to be able to oversee the output and determine whether that output is high quality or not. So for example, if you're asking a question about a scientific topic, there's no problem with asking it to ChatGPT. But if you don't know whether the answer is correct or incorrect, that's where you can run into trouble. So before you start using artificial intelligence tools, make sure that you or your advisor or one of your colleagues has the ability to review the answer and determine whether this is scientifically sound or if it's misinformation. ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ძალიან ბევრი პლატფორმა არსებობს და ძალიან რთულია, რომ შენ მარტო გაერკვე რა ჯობია შენი საქმისთვის, რომელი უფრო მნიშვნელოვანია, რომელი უფრო მეტ დადებით შედეგს მოგიტანს და ასე შემდეგ. და ეს ღონისძიებები სწორედ ამაში ძალიან გეხმარება. მე მაგალითად ძალიან კარგი მიმართულებები მომცა, რა შემიძლია გამოვიყენო უფრო უკეთესად, რომ ჩემი საქმე გავხადო უფრო პროდუქტიული. დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინტერაქციული იყო ჩემთვის, როგორც ჯანდაცვის სექტორის ახალი წარმომადგენლისთვის. საშუალება მქონდა შევხვედროდი აღნიშნულ სექტორში უკვე არსებულ პროფესიონალებს და მათგან მიმეღო პირადი გამოცდილება და უკავშირი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შემიძლია გავაუმჯობესო ჩემი უნარჩვევები, რომ გავხდე უფრო მეტად წარმატებული აღნიშნულ დარგში და ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის.
მივიღე როგორც მასტერკლასში მონაწილეობა, ასევე ბლოგების კონკურსში. ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო AI-სთან დაკავშირებით, რადგან მგონია, რომ ეს არის მომავალი და მნიშვნელოვანია დავინახოთ კვეთა, ჯანდაცვასა და ხელოვნურ ინტელექტს შორის. მივიღე მონაწილეობა სამედიცინო ბლოგების კონკურსში და გავხდი როგორც ხალხის მკითხველის რჩეული, ასევე ჟიურის რჩეული, ამიტომაც ვარ ორმაგად ბედნიერი.